ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 მოქალაქე დავაკავეთ. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ჰორიზონტი 23-ის დირექტორმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით შპს არქიტრავს ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს ჰორიზონტი 23-მა. ამავე დროს შპს ინსპექტას ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89,727 ლარის თაღლითურად დაუფლება. ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ლოგის დირექტორი, შპს სკ 2000-ის დირექტორი და IP თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველი. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს ლოგის შორის 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მუხიანი 2-ის დასახლებაში სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარექსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე ღირებულებით 572,907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს. შპს ლოგის დირექტორმა შპს სკ 2000-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები თითქოს და 3728 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს ლოგის მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2000 ლარი. ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, კაპროვანი, ზღვისპირა ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 517 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარვენობის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2000 ლარი.